მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ძვირფასო რადიო მაყურებლებო, ესეთი ინოვაცია გვაქვს ჩვენს მომიწვევად თავს დღეს ხუთშაბათია 17 საათი და 17 წუთი მე ნანუკა გულო ვარ და ტრადიციულად ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს 21 საუკუნეა წინ მიდის ყველანაირი ტექნოლოგიური განვითარება და ნუ მოკლედ ისეთი სტუმრები მყავს რომელიც ძალიან საინტერესოსთან ერთად სასარგებლო სტუმრები არიან ისინი გახავთ Diacom Technologies წარმომადგენელი კომპანია Diacom Georgias დამფუძნებელი პარტნიორი Diacom Georgias ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მთავარი სპეციალისტი სოფიკო გიგოვაშვილი ხო არაფერი შემეშოლა ეს რამხელა რეგალია ქონია სოფიკო და Diacom Georgias დამფუძნებელი პარტნიორი აღმასრულებელი დირექტორი სოსო ხარჩელაძე ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები პირველ რიგში აი როგორც ახლა ჩვენი მაყურებელი გვისმენს და ჩემსავით აი ძვირფასი სიტყვების გარდა ვერაფერი ვერ გაიგო დავიწყოთ ჩვენთვის და მათთვის გასაგებ ენაზე რას წარმოადგენს ბიორეზონანსი აი რა არის და რას გვეუბნება ეს სიტყვა და რა ინოვაციით ხართ მოსულები უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ჩვენს მსმენელს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით და ვეცდებით პოპულარულ ენაზე ვისაუბროთ იმ ინოვაციაზე, რომელიც ძალიან სასარგებლო არის ზოგადად მოსახლეობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში. ბიორეზონანსი ეს არ არის ახალი სიტყვა, შეიძლება ითქვას, თუმცა საქართველოს სინამდვილესთვის შეიძლება ეს მართლაც იყოს ახალი. თუმცა 20 წელზე მეტი ისტორია აქვს ბიორეზონანსს, რომელიც ხდება ევროპაში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი კომპანია არის Diacom Technologies წარმომადგენელი საქართველოში. ეს კომპანია არის დარეგისტრირებული და მუშაობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და აწარმოებს ტექნოლოგიას, რომელიც ძალიან საინტერესო არის, სწორედ განჯანსაღების კუთხით. ეხლა რა არის ბიორეზონანსი? ბიორეზონანსი ეს არის წარმოგიდგენთ კვანტური ფიზიკიდან მომდინარეობს აი ეს ტერმინი და ის გამოიყენება იმისათვის რომ გაჯანსაღდეს ორგანიზმი არა მხოლოდ ადამიანის მათ შორის აქ ლაპარაკი არის ცოცხალ ორგანიზმებზე მათ შორის ჩვენს შინაურ ცხოველებზე ჩვენს მეგობარ შინაურ ცხოველებზე მეგობრებთან დაკავშირებით გამოიყენება ძალიან წარმატებით ეს ევროპაში და ჩვენთვის საინტერესო არის ის როგორც ინოვაციური თანამედროვე და ძალიან პროგრესული გამაჯანსაღებელი აპარატურა თავისი მიმდებარე პროცესში. ის რა არის რაღაც მედიცინის ალტერნატივა არის თუ რაზე გვაქვს საუბარი რა რას ნიშნავს ეს მე ხაზი გავუსვი სპეციალურად გამაჯანსაღებას, რადგან ეს არ არის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული მედიცინა ამ გაგებით. ის არის უფრო გამაჯანსაღებელი და დამხმარე დარგი, როდესაც საქმე ეხება მაგალითად ადამიანის ორგანიზმის გაწმენდას, ასევე პოსტოპერაციულ აღდგენით პროცესებს, როდესაც ეხება და ზოგადად ეხმარება, ასე ვთქვათ, რომ ის შედეგი გაჯანსაღების დადგეს უფრო სწრაფად, როდესაც მიმდინარეობს მკურნალობა სამედიცინო მეთოდით, შედეგი დადგეს უფრო სწრაფად და შედეგი იყოს უფრო დიდი. და ბევრი სპონსორი. რეაბილიტაციის შედეგს გულისხმობთ, ხო? რეაბილიტაციის დრო შემოგვიყვეს ორგანიზმის აღდგენის პროცესებს გულისხმობ. აჰა. აი ჩამონათვალე ყველა რაღაცა ინოვაციას რომელიც ინერგება ხოლმე არ ჩამონათვალე რომ აი სასარგებლოა და უშუალოდ რაღაცა თეატრისთვის იმისთვის ამის აი თქვენს აი ამ ინოვაციას თუ აქ რაღაცა კონკრეტული რასაც ხა ჩვენს მაყურებელს ამოხსნიდა ვეთქვით აი რაც გამოცდილი გვაქვს უკვე რომ თუნდაც რეაბილიტაციო პროცესში აი რომელი კონკრეტული რეაბილიტაციის პროცესში ყოფილა იდეალური აი რა შედეგები გვაქვს და კონკრეტულად ვისაუბროთ უფრო რაზე გვაქვს ვინ არის ჩვენი მომხმარებელი ასე ვთქვათ იმიტომ რომ გადასარევა ჩერს ეს ყველაფერი ხა ისეთი რაღაცა დაუჯერებელი სიტყვებია და აი უფრო კონკრეტიკაში რომ შევიდეთ ნახეთ როგორ არის, როდესაც ჩვენ გვიწევს ისეთ გარემოში ცხოვრება და მეთანხმებით, რომ პირველ რიგში ვართ ძალიან სტრესულ გარემოში. გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი ნერვიული სისტემა ამას ვერ გაუძლებს და ყოველთვის ხდება მისი დისბალანსი. მოდი აქედან დავიწყოთ. შესაძლებელია რომ ნერვიულმა სისტემამ ძალიან ბევრ ასე ვთქვათ, წამყვან ორგანოზე მოახდინოს ესე გავლენა, ფაშ თუ ისე კარგი დამეთანხმებით და განსაკუთრებული პრობლემები, რაც დღესდღეობით ჩვენ ვხვდებით, ეს გახლავთ მშთასწავლის ძალიან სერიოზული
პრობლემები, ასევე გვაქვს ნერვული აშლილობების სხვადასხვა, ხო? მენტალურიც, ასევე კი. გვაქვს კიდევ ბავშვთან პრობლემები, რომლებიც ასე ვთქვათ, უმეტესწილად ხდება ბავშვის კონცენტრაციები სკოლის სწავლის პროცესებში და მათ არის აუტისტური სპექტრი, ანუ ეს ჰიპერაქტიული მდგომარეობა და მრავალი სხვა განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ისიც, რომ ანუ სოციალურ, ასე ვთქვათ, ადაპტირებად მდგომარეობაში ადამიანებს ძალიან უჭირთ სტაბილურობა და ხშირად უმეტესწილად ადამიანებს აქვთ ენერგიის მუდმივი დეფიციტი, რასაც ქვია ქრონიკული დაღლილობა. კი, ესეც ნერვული რაღაცა არის სისტემური და ანუ ვერ გამოვრიცხავთ ერთს, ანუ თუ ადამიანს აქვს რაღაცა ჩივილი, ანუ მხოლოდ ის ჩივილი არ არის, ასე ვთქვათ, პრობლემის საწყისი, მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, წარმოშობა და შესაძლებლობა აქვს ზუსტად აი ამ ჩვენს ტექნოლოგიას, რომ მთლიანობაში ორგანიზმი შეაფასოს, გვასწავლოს სხეულის მოსმენა და მქონია ძალიან ბევრი პრაქტიკული მხარე, რომ ადამიანს გონია, რომ მხოლოდ არის დაღლილი და გამოუხატია ძალიან ბევრი ჩივილები ამა თუ იმ კუთხით თავში თბილი ძინებს, ჩუჩუთი აშლილობა და მსგავსი და მაგრამ არასოდეს არ ქონია მას კუშნაძლავთან დავუშვათ დამოკიდებულება ისეთი, რომ მას გამოეკლია კუშნაძლავი და სწორედ იქიდან აღმოვაჩინეთ აი ამ პრობლემის საწყისი და ასევე ძალიან ბევრი უფრო დეტალურად ეხლა ანუ ისეთ რაღაცებს ამბობთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენს მსმენელსაც ძალიან აინტერესებს და მაყურებელს და არ მაპატიებენ, რომ აი კონკრეტული შეკითხვები ალბათ რაც ეხლა მოსდით თავში ასრათ, ვისაც განსაკუთრებით ეს პრობლემა თქვენ თქმის არ იყოს დღეს მართლა ის რაღაცა სხვადასხვა ტიპის სტრესისგან მიღებული გადაღლილობა მე მგონია 90%-ს ან 95%-ს. როგორ ხდება შეფასება აი ამ მდგომარეობის? მე დაუშვათ მოვდივარ რაღაცა ჩემი აშლილობის ესეთი სიმპტომატიკით, რომელსაც გაწვდით, მაგრამ აი ზოგადად დიაგნოსტირება როგორ ხდება და შემდგომ თვითონ ეს პროცედურაც რა აღწაროს როგორი არის? პროცედურა ძალიან მარტივია, ასევე არის არაინვაზიური, ეს ნიშნავს მას, რომ არ ვამიტო თანანაირ მედიკამენტს, ძალიან შვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამას კიდევ თავისი დადვირთვის ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ და ნახეთ როგორ ხდება. ამიტომ კონკრეტულად როდესაც ახლა თქვენ პირობითად, ანუ გაინტერესებთ თქვენი ორგანიზმის შემოწმება, ჩვენ ასე ვთქვათ, მოწყობილობას ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიდან ბოლომდე დაგათვალიეროთ, ეს იქნება ეს პირველადი, როგორც კი შემოვედი, ეს ხდება დათვალიერება პაციენტის, ხო, ასე ვთქვათ. მასში არის ჩართული მთელი სისხლძარღვოვანი სისტემა, ნერვული სისტემა, ლიმფური, ჰორმონალური, კუშნაძლავი, ძვირსახსროვანი და ასე ვთქვათ, სეგმენტურად დაყოფილი ორგანოები. ანახარაში მოიაზრება ეს მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ორგანოს აქვს რაიმე შეფერხება მავნე მიკრობის საშუალებით, რომელიც ძალიან ბევრია ჰაერში, საკვებში და წყალში, გენეტიკას აღარ ჩავთვლით, მას ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს კონკრეტულ იმ ორგანოზე და მისი, ასე ვთქვათ, ბალანსი, ასე ვთქვათ, შეცვალოს. აი სწორედ ამ ბალანსის აღდგენით და ასე ვთქვათ, დარეგულირებით ხდება იმ ორგანოს, ასე ვთქვათ, დაბრუნება საწყის ეტაპზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს სხვა ორგანოებს ჩართოს ანუ კომპლექსურად, როგორც ჩაჭრული რეაქცია და დაეხმაროს შემდგომ ორგანოს, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მდგომარეობა, გამართულად იმუშაოს, ქონდეს იმისი უნარი, რომ გაანეიტრალოს ორგანიზმში მავნე მიკრობები, ეს იქნება ვირუსი, ბაქტერია, სოკოვანი თუ პარაზიტების სახით, გამოიდევროს ორგანიზმიდან და აღდგეს და დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ანუ თქვენ რაც ჩამოთვალეთ ხა დაახსენეთ, პირდაპირ მინდა რომ მოვიდე და შემოვიჭრა თქვენს პროცესი, როგორც თქვით, არაინვაზიურია და ეს ძალიან მიმზიდველი არის, იმიტომ რომ აი მედიკამენტები, ინიექციები რაღაცნაირად მაინც აშინებს საზოგადოებას. აი მე პირადად რაღაცა ცოტა უნდობლობას მიჩნევს. ეს გამოჯანსაღებელი აი სწორედ აი ამ მიდგომის საშუალებით არის, იმიტომ რომ ის ხედავს და usmens twins დახმარებით გვაქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება კომპიუტერს, არის ნაუშნიკის საშუალება, რომელშიც ჩადვის სრულიად ჩამაგრებული არის სპეციალური იმპულსის მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, რხევის სიგნალი და ხშირად მგონი, რომ მუსიკასთან ყველა ახლოს ვართ და მუსიკალური ბგერების საშუალებით არის შესაძლებელი აიწყოს მელოდია, ხო? და თუ დავუშვათ მელოდია არის დარღვეული რითმებში და ჰარმონია, ხო? იმისი მოსმენა ცოტა რთული. აი მის შევდარებას ვაკეთებ ხოლმე, რომ აი როდესაც ირღვევა ჩვენი ეს ბიოლოგიური ბალანსი, ცოტა არეულია იქ რაღაც. ცოტა მეტადაც ხა თქვენ ამაზე თამბობთ, მაგრამ მე მგონი რომ თქვენ ცოტა მეტად არეულობასაც ალაგებთ, როგორც მე მივხვდი ხა. და
მე მაინტერესებს როგორც მივხვდი პროცედურა უმნიშვნელოა აბსოლუტურად ხო? ბავშვისთვის, მოხუცისთვის, ახალგაზრდისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ასე ვთქვათ, რა ასაკის, რა სქესის და რა პრობლემის მატარებელი ადამიანი ეს იქნება პროფილაქტიკური გაჯანსაღებისთვის მიზნობრივად მიმართული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყოველთვის არის ძალიან ჰარმონიული. კი, როგორ არა, პირიქით, რაც უფრო კიდე დეტალურად მოგვიყვებით ამის შესახებ. თითქოს ეს აპრობოთ არის აქ აზრების საკითხვაზე საერთოდ არ არის საუბარი. მე ვახსენე თავიდან კვანტური ფიზიკა, ეხლა ცოტა ვისაუბრებ იმაზე, რა პრინციპით არის აგებული ეს მოწყობილობები და რანაირად ხდება დაუშვათ ორგანიზმის მდგომარეობის განსაზღვრა, სხვადასხვა მდგომარეობის კარგის თუ ცუდის. ამაზე წამყვანი მეცნიერები მუშაობენ და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რომ აი ამ კუთხით ბიორეზონანსის კუთხით საქართველოშიც არიან ჩვენი ძირითადი პროფესორები ტექნიკურ უნივერსიტეტში. ხო, ну ეს მუშაობა მიდის პარიზში მოლეკულურ ინსტიტუტში. იქცევთ ხოლმე მუშაობა ამ მეცნიერებს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო ახლა მიტყვი, ჩვენ ვალაგებთ ახლა ამ კავშირებსაც. გვინდა რომ კონდეს ესეთი უწყვეტი კავშირი, როგორ არის წარმატებები ქართული მეცნიერების მხრივ, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ეს ევროპული, სხვათა შორის ევროპულ სტანდარტებით სერტიფიცირებული არის ეს ტექნოლოგიის ეს ნაწარმი, ტექნიკური ნაწარმი, ამის გადამოწყვეტა ძალიან ნიოლი არის და როგორ მუშაობს ის. ანუ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი ელექტრული ველი. კი ბატონო. ყველა ორგანიზმს და ყველა ორგანოს, მის შემადგენელ ყველა ორგანოს აქვს თავისი ელექტრული რაღაც დიაპაზონი რხევის, რომელიც არის გაზომილი. გაზომილია მაგალითისთვის ვამბობთ გულის ნორმალური მუშაობის დიაპაზონი. და ეს დიაპაზონი თუ აღმოჩნდება, ჩვენ ვიცით ამას აკეთებენ კიდევაც მედიცინაში, არსებობს უკვე ძალიან დიდი ხანია წარმატებით და ეს კარდიოგრამის გადაღება ხდება, ხო? დიახ, თაღალზე რომ ეს არის სწორედ ის ელექტრონული უკავშირი, რითიც ხდება დადგენა იმისა თუ როგორ მუშაობს გული. ხო, ეს საკითხი შეიძლება. ნებისმიერ ორგანოს გულის გარდა აქვს ასევე თავისი რხევის დიაპაზონი. ასევე მიკრობებსაც, ასევე პარაზიტებსაც. მთელი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის გაზომილი და ჩადებული არის პროცესორში, ალგორითმში. როდესაც ხდება თვიში ამ ყველაფრის მიწოდება, ეს ბუნებრივად ხდება, ხო? თვილი განსაზღვრავს შექმედებებს და პროცესებს ორგანიზმში. ეს ამ იმპულსების წაკითხვა ძალიან იოლი არის ამ კუთხით. საინტერესოა. თუ კი ისე ემთხვევა იმ ასე ვთქვათ ნორმალური მუშაობის დიაპაზონს, ყველაფერი რიგზია დაუშვათ იმ ორგანოში. მაგრამ როდესაც ხდება გადახრა, ამის დაჭერაც ხდება და რა დონეზეა გადახრა, რა დაავადების, რა დონით არის დაავადება. ისიც დადგენილი არის. დადგენილი არის, ეს ვთქვათ და ჩადებული არის იქ დაახლოებით 300,000-მდე ასეთი დიაპაზონია გაზომილი, უფრო მეტი არანორმალური მდგომარეობის, ნორმალური ერთია და არანორმალური და დაავადების შედეგად ის ვირუსული იქნება თუ სხვა რამ, დაზიანება იქნება უამრავი, ხო? და ეს ყველაფერი არის ჩადებული, სწორედ და აი ამით ხდება იმის დადგენა, რომ აი ესა თუ ის ორგანო არ მუშაობს ნორმალურად, ეს არის ამის ბრალი. და რამდენად ნორმალურად არ მუშაობს. რამდენად ასევე გაზომილი არის სხვადასხვა მიკრობების და ბუნებრივი განახლება ხდება, ეხლა მაგათ ყოველ 6 თვეში არის განახლება. ჩვენ ძალიან ოპერატიულად მივიღეთ მაგათად განახლება, სწორედ კოვიდის გარშემო რა დარღვევებზე თვითონ კოვიდის ვირუსის ვირუსის დიაპაზონი იქნება გაზომილი და მუდმივ განახლებები ხდება. შემდეგ ხდება აღმოჩენა თუ არის რა მიკროფლორა, მავნე მიკროფლორა, მათისეჩივეც არის გაზომილი და მათი აღმოჩენა უკვე ძალიან იოლი არის. იმ დროს, როდესაც მაგალითად ქიმიურ რეაქტივს უჭირს უჯრედში შეღწევა, ახლა ელექტრონული ტალღისთვის ეს არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, ხოლმე ეს უკვე მე-6 კლასის ფიზიკაზე ვსაუბრობ. თუმცა აქ უკვე კვანტურ ფიზიკაზე გვაქვს საუბარი. ამ შეხედვებზე და ასე შემდეგ რეზონანსებზე, აი ამ პრინციპით ხდება დადგენა, რომ ადამიანს აქვს პრობლემები, აი ამ კვანტში, აი ეს მიკროფლორა არის მაგალითად მომატებული, აი ეს პირიქით დაკლებული. რისი ბრალი შეიძლება იყოს და ეს სამედიცინო ცოდნა აქ არის შეძლებული. თუმცა რადგანაც ეს არ არის სამედიცინო განადგარი, საკმარისი არის ის, რომ პიროვნებამ გაიაროს გადამზადება სწორედ დიაკომში,
იმისათვის რომ დაეუფლოს აი ამ წაკითხვის ასე ვთქვათ ხელოვნებას. თუმცა მუდმივად ხდება ასე ვთქვათ ცნობიერების ამაღლება, თორსა ნუტრიციონობის კუთხე იქნება სხვადასხვა კურსები არის ხოლმე, სადაც მუდმივად იმაღლებენ ჩვენი სპეციალისტით და კიდევ ვამზადებთ კიდევ სპეციალისტებს ვიზდებით გეგმავთ გაფართოებას, ბუნებრივია მუდმივად ხდება ასე ვთქვათ კვალიფიკაციის ამაღლება. რადგანაც არის გამაჯანსაღებელი, ამ კუთხით არ არის იმის აუცილებლობა, რომ ასე ვთქვათ ლიცენზირებული ექიმი ეწეოდეს. მით უმეტეს, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ალტერნატიული მედიცინის დარგი, ეს არის ასე ვთქვათ აი ასეთი კარგი დამხმარე საშუალება იმისათვის, რომ ადამიანი იყოს უფრო ენერგიული, მისი ორგანიზმი იყოს მაქსიმალურად გათავისუფლებული ტოქსინებისაგან, თუნდაც იგივე მიკრობების დაშლის ელემენტებისაგან, იყოს ენერგიული, იყოს მხნე, რომ წარმატებული განაგრძოს ასე ვთქვათ ცხოვრება თავისი მიზნების მიღწევა. ეს ყველა ძირითადად ასე ვთქვათ, არ ვიცი თუ სწორად ვამბობ, ყველა პოპულარული რაღაცა ცუხილები, რაც ეხლა ადამიანებს აქვთ, აი სწორედ აი ამ კუთხით ხდება მისი დიაგნოსტირება და მოგვარება, იმიტომ რომ მეც ჩემს გარშემო მოდმევად ადამიანებს აწუხებთ ეს დაღლილობის შეგრძნება, რაღაცა ხო თავის ტკივილები, აი კორონის შემდეგ რაღაცა მეხსიერება, აი სულ მუდმივად არის ეს პრობლემები. ეხლა რო გისმენთ, იმდენად ზუსტად არის აღწერილი, თან ჯადოქრობა არ არის, ყველაფერი არის დაფუძნებული მეცნიერებაზე და ამიტომ უფრო სანდო და უფრო მიმზიდველი არის. თან პროცედურა, რომელიც არ არის მყინვეული, ეს ძალიან მიმზიდველია. ყველა ექიმთან ძალიან ბუდიში და ექიმი რო არ გვხდება, უკვე სტრესი არ არის, ანუ რაღაცა არ მიჭირს და რაღაცა უფრო მშვიდად მივდივარ. თუ არსებობს თვითონ იმ გარემოში რაღაცა ან ფერები, ან სიმშვიდე, მუსიკა, აი რაღაცა ისეთი თუ არსებობს, რომელიც ადამიანს განწყობას რაღაცნაირად ამაღლებს. კიდე თუ ეს ყველაფერი არ ჭირდება, თვითონ ხვდებით თქვენ და დეტალურად უხსნით ამ ყველაფერს თუ ნაკლებად ამასაც ვაკეთებ. აკეთებთ ხო არსებობს გარემოში. უნდა გავფართოვდეთ თქვით და მე მაინტერესებს გაფართოებამდე სად ბრძანდებით, სად ახარ ვიწროთ სად ახარ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. ამჟამად ჩვენ გვაქვს ოფისი დადიანის შვიდში, ქარვასლის შენობაში, მეხუთე სართულზე. და იქ ვატარებთ ამ პროცედურებს. ხდება მომხმარებელს, რომ მოდის თქვენთან, თქვენ ყოველთვის ადგილზე ხართ, თქვენ ყოველთვის ხართ, თქვენ ხდებით მომხმარებელს, უსმენთ ჯერ მათ შივილებს და მერე ეგრევე იმ გენიოსთან მიქრავთ, რომელიც თვითონ ეუბნება ყველაფერს რა და როგორ. თუ არსებობს ეგეთი რამე, რომ დაუშვათ აი ამ აპარატის თუ ამ რაღაცა საოცრებამ თქვას, რომ არა, აქ ჩვენი რაღაცა დიაგნოსტირები და ყველაფერი კარგად არის და არანაირი დაუშვათ რაღაცა манипуляციის საშუალება ჩვენ არ უჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი კარგადაა. ანუ ამასაც ამბობს, რომ რამე იყოს, ანუ ეს ჩივილი კონდათ ეგეთი შემთხვევა, ეგ მაინტერესებს. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ცოტას გადავუყოთ ამ 6 თვის განმავლობაში ფაქტიურად პრაქტიკული მხარე ესპანეთში მაქვს გავლილი და მოწვევით ჩამოვიდია. და იქ მქონდა ზუსტად სამი შემთხვევა და სამივე იყო სპორტსმენი ბიჭი. რომელიც მოვიდნენ უბრალოდ დიაგნოსტი. ხო შეიძლება რომ უბრალოდ მოვიდნენ ხარ. ოჯახის წევრები იყვნენ ასე თქვა ჩვენი მომხმარებლები, ვიზიტორები. და პროფილაქტიკის მიზნით უბრალოდ გავიგოთ. თუ გვაქვს რომელიმე მინერალი ან ვიტამინი, როგორ მუშაობს ჩვენი მეტაბოლური მხარე, როგორია ჩვენი ემოციური მხარდაჭერა ორგანიზმიდან, ან ის რაც ყველას საინტერესებს ნომერ პირველი. და მინდა აღვნიშნო, რომ მართლა არასდროს არ მინახა ასეთი ორგანიზმი იდეალურად გაწყობილი და აღგებული. რას შვება ამ დროს ეს რაღაცა მოწყობილობა? ზუსტად აი მონაცემები შეიძლება თქვა სტანდარტს ოდნავადაც რომ არ იყო. რა მაგარია. თუ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ პირიქით ვთქვათ ახლა, რომ მოვიდა ადამიანი და ისეთი აპარატმა ისეთი ნიშნული გვაჩვენა, რომ ჩვენ ვერ შევეხებით დაუშვათ ხოლმე. არსებობს ეგეთი. მე უკვე მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს მართალია გამაჯანსაღებელია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას ყოველთვის ძალიან სიფრთხილით. ჭირდება, ამიტომ დაგესვით ეს შეკითხვა, რომ სიფრთხილით, თუმცა გვაქვს ჩვენ ისეთი მომხმარებლები, ვიზიტორები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული მძიმე დიაგნოზები და ასე თქვა კლასიკურ მედიცინასთან, კომალ ექიმებთან
შეთანხმებით, დახმარებით ვცდილობთ, რომ მათი ორგანიზმი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს უფრო მეტი განახლება და ასე ვთქვათ, ორგანიზმისთვის იმუნური სისტემის აღდგენის საშუალება მივცეთ, აი მის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს საყარათი და მეხმარებით და საკმაოდ საიდან გაიგეთ აი ამ ინოვაციის არსებობის შესახებ როგორ დაინტერესდით და ნუ საქართველოში ხა ახალია როგორც ხვდები, მაგრამ როგორც თქვით 20 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში ძალიან ისეთი აპრობირებული და დანერგილი მეთოდი. აი ამაზე მაინტერესებს რომ გავაკეთოთ აქცენტი. რამდენი წლიანი ისტორია აქვს, რა შედეგები აქვს ზოგადად და ვინ აღმოაჩინა ეს და ვინ ბედნიერმა ჩამოიტანა საქართველოში, ესეც მაინტერესებს. ეს ყველაფერი ვიტყვი რომ ჩემი ბრალია. შენი ბრალია, ხო? დიდი მადლობა. სრულფასოვნად ვიბრალებ ამ ყველაფერს. ასე ვთქვათ, სად აღმოაჩინეთ? სამაჩინა მოხდა აქედან გამომდინარე, რომ მქონდა ცოტა სირთულეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ყოველთვის მინდოდა დამხმარე საშუალებები, ისეთი, რასაც წეღარ ვისაუბრეთ, ანუ ყველა ადამიანთან ის პრობლემებს ხვდები, ანუ მთლიანობაში ენერგიის, იმუნიტეტის ნაკლებობა და ცოტა მორიციდივით და ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარეც მქონდა ძალიან სერიოზულად ორგანიზმის გამოფიტვა. ამიტომ ეს აღმოაჩინე დაახლოებით 11 წლის წინ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, როდესაც მომაწოდეს ერთ-ერთი ქვეყნიდან და მას შემდეგ ყოველთვის, ასე ვთქვათ, მქონდა მხედველობაში, რომ თუ რამე იქნებოდა, როდისმე ძალიან ახლო შეხება მქონიყო აი ამ ტექნოლოგიასთან, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან მაინტერესებს ჯანმრთელობა, ეს სამედიცინო სფერო ამ კუთხით. და საკუთარი გამოცდილება კიდე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი გამოცდილება, ეს ყველაფერი მოხდა ესპანეთში წელიწადნახევრის წინ და ასე ვთქვათ, საოცრად დიდი ბედნიერება, ძალიან ბევრი სიკეთე მომიტანა როგორც მე და ჩემს ჯანმრთელობას, ჩემ ახლობლებს და ეს ყველაფერი ძალიან მინდოდა რომ საქართველოში ჩვენს თბილ და კეთილ ხალხსაც მიიღო. საკუთარ თავზე გამოცდილი და გავლილი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ხომიც გვისმენს ალბათ. ჩვენი რადიო მსმენელიც ალბათ სადაობის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ გამოცდილებას ისე აზიარებთ და მხოლოდ ამის მიხედვით შეირჩა მე ეს ყველაფერი. ნამდვილად ვიცი რა ძალა აქვს, როგორ შეუძლია ორგანიზმის, ასე ვთქვათ, წამოყენება ფეხზე, შესაძლებლობა მისცეს ჩვენ რესურს, რომელიც ძალიან მიჭირები ვართ ქართველები, ამას ყველგან აღნიშნავთ და განსაკუთრებით რომ ქვეყანაში ცხოვრობთ, ყოველთვის აღნიშნავენ და ძალიან მიყვარს ეს სიახლეები და ერთ-ერთი აი ამ სიახლეების ძიებით ნამდვილად დავწმინდი, რომ ეს გზა იყო ის, რაც მე და რაც ჩვენ ვწვდით. ძალიან კარგი. მოდით ეგ გადმოვინაცვლოთ საქართველოში. მაინც დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმისა, რომ ფართო საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს სამის შესახებ, რომ პატარა არის ჩვენი ქვეყანა და პირად გამოცდილებას ყველა ჯანჭურად უზიარებს ერთმანეთს და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ სასწრაფოდ გაფართოება ნამდვილად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის მართლა რაღაცა საოცარი ინოვაცია, რომელიც არც მეგულება ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება ეს ყველაფერი. მე მაინტერესებს აი ჩვენი ქართველების პრაქტიკა როგორი არის. აი ამ სიახლეს რომ იგებენ, როგორ ხდება მასთან პირველი შემხებლობა, მე შედეგები როგორი გაქვთ, თვითონ გამოხმაურება როგორი არის. ნუ ისიც რომ ანუ გამოხმაურება ძალიან დადებითი, შედეგებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო შემთხვევები მაქვს, მაგრამ ყველას ნამდვილად დროის გამო ცხადია და კიდევ ერთხელ გელოდებით, იმიტომ რომ 1000 შეკითხვა დამრჩა ისე ღიად. და ასე ვთქვათ, ჩემი მეგობარი, ასე ვთქვათ, საქმიანობას ვერ დაიწყებ თუ ახლობლები არ შემოგიერთდნენ. ჩემ მეგობარს აღნიშნებოდა ცოტა ისეთი უცნაური ჩივილები, ანუ ძალიან ბევრი დიაგნოსტიკის ანალიზების საფუძველზე ყველაფერი ჰქონდა იდეალურად. შემიძლია ვთქვა, მართლა იდეალურად ანალიზებიდან გამომდინარე. და როგორც აღნიშნე, ყოველთვის ჩვენამდე, ხო ამ ჩვენამდე და მოდი ვცდიო, იქნებ რაღაც მიშველო, ანუ ყველა შველი და იქნება მეც მიშველო. და ჩვენ დავიწყეთ მისი ორგანიზმის სკანირება, ასე ქვია ჩვენ მომსახურება. აი ახლა ეგ უნდა მეკითხა, აი როგორ ვთქვა, რა ქვია სკანირება, ქვია ბიორეზონანსული სკანირება. ბიორეზონანსული სკანირება. ბიორეზონანსული სკანირება. და ჩვენ პატარა გადახრა ნახეთ ერთ-ერთ საჭმის მომნელებელ ორგანოსთან, რომელმაც მისი, ასე ვთქვათ, ეს ბალანსი იმდენად დაარღვია, რომ ასე ვთქვათ, სწავლის ინტერესი დაკარგა, мотиваცია დაკარგა, ვარჯიშობდა და ეს ვარჯიშიც რატომღაც შეანელა, აღარ ჰქონდა ამისი სურვილი
ну ახლა იქ კიდე ბევრი ისეთი ჰორმონალური დაბალები იყო წასული, რასაც ახლა დიაგნოსტიკური თვალსაზრისით არ ამოგსუფლება, რომ ყველაფერი გავაჩერო. და ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე პროცედურა, ასე ვთქვათ, სესია გავიარეთ და 3-4 პროცედურის შემდეგ შემიძლია თქვა, რომ ეს ქალბატონი მეუბნება, რომ მე ახლიდან დავიბადე. რას ნიშნავს? ანუ მომიწეს რიგ და ძილი, დაღლილი აღარ ვიღვიძებ. კუშნაწლავსაც გრძნობ, რომ ანუ იწყებს იმას, რაც თავდაპირველად მქონდა და ძალიან ბევრ კურსებზე ჩაეწერა, მინდა გითხრათ და რაღაც საოცარი мотиваციის უნარი ხალხი ენერგია და ეს ენერგია, რომელიც გაქვს ადამიანს, აი ამის გაკარგვა არის ყველაფრის რეგრესის დასაწყისი და ეხლა აი ამ ენერგიების აღდგენა. მინდა აღნიშნო ისიც, რომ ჩვენი მოწყობილობა და თვითონ ეს პროცედურა მუშაობს უჯრედ უდროის. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც უჯრედში მსგავსი გადახრა და დისბალანსი ხდება, მას მიეწოდება პროცედურის შემდეგ ჟანგბადის ის რაოდენობა, რაც მას სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია რომ შეესრულოს და აი სწორედ ამისი წყალობით ხდება ეს საოცარი შედეგი. აი თვითონ პროცედურას განსაზღვრული დრო აქვს თუ გააჩნია ძალიან ფრთხილად შერჩეული ინდივიდუალურად ორგანოს სეგმენტებიდან გამომდინარე ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ მეთოდს ქვია ფრეკინგი, ჩვენი ტერმინოლოგიით და ცოტა შინაურად ვისაუბროთ, ეს არის დეტოქსი ორგანიზმის, საიდანაც ეს მავნე მიკროფლორა გამოდის. გასაგებია. და დრო მაინტერესებდა კიდე პროცედურა დავიდეთ 40 წუთიდან 1 საათამდე. 1 საათამდე და ინდივიდუალურია აგრეთვე კურსის შერჩევა, ხო? რამდენი პროცედურა. წინასწარ შესაძლებელია ამის განსაზღვრა თუ ფეხ და ფეხ შეიძლება რომ მე უთხრათ, რომ აი 5 ჩაიტაროს და შემდეგ უთხრათ, რომ აი კიდე ამდენი. გამიჭირდება სრულად დავასახელო. ამას ვამბობ, იმიტომ რომ რაღაც არარეალურია, ინდივიდუალურია, რომ პროგრამას თვითონ გვთავაზობს აი ამ მიმართულებებს. ამიტომ სულ რაღაცა სჭირდებოდეს და ეჩქარებოდეს, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიზიტორს და მომხმარებას, რომ მას ძალიან სწრაფად მოუგვარდეს ის პრობლემა, ჩვენს ძალიან გვინდა რომ სწრაფად თქვენ უფრო გინდათ, მაგრამ ორგანიზმი როგორ მოყვება იმის მიხედვით. გასაგებია. თუ არის საჭირო ამ პროცედურების გამეორება თუ შეიძლება გახდეს საჭირო თუ ეს გაჩანსაღება ერთჯერადია თუ უბრალოდ იმ პრობლემის მართლა ძირეულად როგორც თქვით მოგვარება ხდება და ამის შემდგომ გამეორება რაღაც პერიოდის შემდეგ არის გამეორება ძალიან კარგია, ამიტომ თვითონ იმ პრობლემის პრევენციისთვის აუცილებელია შემოწმდეს ორგანიზმი წელიწადში 2-ჯერ. შესაბამისად რეალური დრო არის და ინტერნეტ ისეთი არაშემაწუხებელი ვადა არის, რომ ეს კულტურაც არის სასურველიც უნდა იყოს, რომ იცოდეს თავისი მდგომა. გასაგებია და ანუ თუ უნდა მოვასწრო აუცილებლად ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და უნდა მოვასწრო უბრალოდ ორი სიტყვით. კითხოთ, რომ ეს ისეთი ინოვაცია და იმდენად სასიამოვნოდ ხდება ყველანაირი პრობლემის მოგვარება, რომ არის თუ არა ეს ასტრალურ თანხებთან დაკავშირებული თუ არის ხელმისაწვდომი. უბრალოდ ეს ორი წინადადებიდან ერთი ამარჩიოთ. ხელმისაწვდომია მე მგონი ის. ყოველთვის ხელმისაწვდომი ეს რაღაცა საქართველოს გათვალისწინებით მოხდა ალბათ, ხო? ისე გვაქვს საოჯახო პაკეტები, რომელიც სერიოზულ ფასდაკლებებს ითვალისწინებს. პერიოდულად გვაქვს ხოლმე აქციები, აი ეხლა გვაქვს მაგალითად აქცია, 50% ფასდაკლება გვაქვს. ეს გამოიწვია რომ აქ ვირუსებმა მოიმატა, ხო? აი ძალიან შევედით ადამიანის მდგომარეობაში და ჩვენ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა სწორედ აი ვირუსის შედის, ასე ვთქვათ, პოსტვირუსული ინფექციის შედეგებთან პერიოდში კი მისმის. აი ამ პერიოდში კი ბატონო. მისმის. სად შეიძლება ვნახოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია უფრო დეტალურად და აი ეს ფასდაკლებებიც და პაკეტებიც. დაგვია თქვენი Facebook-ის და Instagram-ის გვერდი გაქვთ ალბათ. აი როგორ იზებნება? ჩვენ გვაქვს საიტი diacom.g. diacom.g. კი. რომელიც ეხლა არის უფრო სრულფრის პროცესში არის, საკმაო ინფორმაცია დევს. თავარია რომ ხო ადამიანებს შეეძლოს მისამართის ტელეფონის ნომრის ყოველთვის მოძიება. კი ბატონო, საიდანაც შეიძლება ვიზიტის დაჯავშნა, ჩაწერა და შემდეგ მოსვლა უკვე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები.
დიდი მადლობა რომ ჩემს ეთერში ესეთი ინოვაციის გაშხარების საშუალება მომეცით. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი თქვენ აუცილებლად დაგეკავშირდებათ და თქვენგან კიდევ დეტალურად მიიღეთ იმ ინფორმაციას რომელსაც ასე გულუხვად გასცემთ ასე ვთქვათ. დიდი მადლობა და კიდევ პირობას ავიღებ რომ კიდევ ერთხელ მობრძანდებით როცა უკვე გაფართოვდებით და კიდე შეიძენს სხვა დატვირთვასაც ეს თქვენი ინოვაცია. ძალიან დიდი მადლობა. რაღაც ის თქმა გინდა. მინდოდა ერთი რამის თქმა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მსმენელს ძალიან აინტერესებს, აი, რამდენად უსაფრთხო არის, როდესაც საქმე მიდის ელექტრომაგნიტურზე მოქმედებაზე. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აი ეს ყველა აპარატურა, აქ ერთ აპარატზე არ არის საუბარი, დიაკომის მთელი სპექტრი არის აპარატურის, მუშაობს 1 ჰერციდან 1 მეგაჰერცის ფარგლებში. ეხლა ეს რას ნიშნავს შედარების მოყვანთ? აი თქვენ ტელეფონი გაქვთ მაგალითად, ხო? თუ ეს არის ბოლო მოდელი, თქვენ ხელში გიჭირავთ მოწყობილობა, რომელსაც აქვს აი ასეთი სიხშირე 1800 მეგაჰერცი. ანუ ჩვენს აპარატურაზე 1800 ჯერ უფრო ძლიერი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ ვთქვით და კარგია, რომ ეს აუცილებლად გითხარით. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გელოდებით, მადლობა ამ ინოვაციის ჩვენთვის გაზიარებისთვის, საქართველოში არსებობისთვის, ასეთი გულისხმიერებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველაზე საჭირო საქმეს აკეთებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა რადიო მსმენელმა ძალიან ისიამოვნა და მიიღო თქვენგან ძალიან სასარგებლო ინფორმაცია. მე შემდეგ ხუჭებათამდე გემშვიდობებით.